მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო და ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები გახლავთ. ალბატონი თამრიკო რობაკიძე, მობრძანდით. დიდი და ალბატონი გულიკო გურგენიძე. დუეტი კოლორიტი, თბილისის კოლორიტები არაჩვეულებრივები. მათი სტუმრობა ყოველთვის რომ გამორჩეულია, ჩემონატუკა სასიხარულოა. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. განსაკუთრებით ორშაბათ დღეს იქნება ჩვენთვის განსაკუთრებული კარგი. თბილისმა არის ჩვეულებრივი, რა? არგი ორშაბათი იწყება. კვირის დასაწყისი. აბარა. როგორ ჟანდი? სიმეტრია გააჩნია, როგორ დაიწყებ და ვისთან ერთად დაიწყებ. მე მიყვარს მაგათქო. მეც მიყვარს, როგორ ახარ პირველ რიგში. კარგი. ყოველგვარი ყველაფერი წეს რიგში. აჰა. დიახ. ნუ ეხლა ვიყავთ დუეტი კოლორიტი, ეხლა გავხდით დუეტი კოლორის სტენტიანები. ხო. მეც რატომ მიზეზია კამერა? ეს როგორც პირველი ხმა ერთი სტენდია, მე როგორც მეორე ორი. აჰა, გასაგები. აბარა. ერთი თვის წინ მომიძია? კიდევ. მაგრამ შვენივრად გამოვიდა. სულ იუმორით ჩავისვით სენდ. აბარა. ცილკისკისი. აბა როგორ უნდა მოვიცი სხვანაირად ამიხსენ. რაში დაგეხმართ რაღაცა ხმა უფრო გაძლიერდა, როდესაც სტენტია. არა, კიბერზე ამასლა გაგვიჭირდა. არაფერი მარტო კიბერზე. ძალიან გვიჭირს. არაფერი კაცო. არაერთხელ მოუყოლიათ, არაერთხელ დაგვისვას ეს კითხვა, მაგრამ აი ძალიან გვაინტერესებს რა არის საიდუმლო კოლორიტის, რომ აი ამდენი მსმენელი, ესეთი დიდი სიყვარული. აი უცებ გასკდა თქვენი ამბავი და რა საიდუმლო არის? სტენტები მაშინ არისო? არა, სტენტები არისო, უცბად მეც ვიტყვი და მე გულიკოს დააყოლებს. ეს არის ჩვენი მე და გულიკოს სიყვარული ქალაქის ურთიერთობის, სიმღერის და ამას იმდენად ვავლენთ ამ სიმღერაში, რომ აი თავისთავად მე უკვე ხდება ესო. უგულოდ არ გვიმღერია არასდროს. რასაც ღერივად, გააზრებულად ღერივად და მიგვაქვს მაქსიმალურად მსმენელამდე და იცი რა, ესე რომ ღერი ხარ შემართები და გული და გემრიელად დაფასებაც მოდის და აღიარებაც მოდის. როდის აღმოაჩინეთ, რომ პოპულარულები ხართ ქალაქში, მერე ქვეყანაში. საიდან მივხვდით ამას, რომ ძალიან სიამოვნებს ხალხს თქვენი მოსმენა? იცი როგორ ახლა ისედაც ცალსაკი არავის არც ერთს არ გვაქვს და ქალაქში, გარკვეულ წრეში და ხო, გარკვეულ წრეში, ხო. მაგრამ უკვე როცა დავიწყეთ რო არ თქვა არ გამოვა ახლა ჩვენი ოჯახი პაემანი ვერაზე აი იქ მოხდა სულ ყველაფერი იქ ჩამოვყალიბდით იქ წავიდა და იქ მივხვდით რომ რესტორანი რომელიც იყო ახალი გახსნილი და კანტიკუნდა დადიოდა ხალხი ნელ-ნელა და ვინც მოდიოდა იცი რა თქვენი გულისთვის მოდიოდა თქვენ მოსასმენად მოდიოდა თქვენი გულისთვის მოდიოდა აი ეს იყო მთელი ისა რომ ძალიან დიდი საშუალება მოგვცა პოპულარიზაციის თვითონ ჩვენმა ოჯახმა პაემანმა ვერაზე ხალბატონი თამრიკო ხალბატონი გულიკო ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ თანამედროვე თბილისს მოაკლდა კოლორიტები მათი სიყვარული სითბო და ვფიქრობ რომ თქვენმა დუეტმა იქ კიდევ ერთხელ გააღვიძა ამის მონატრება და სიყვარული მე ასე მგონია თქვენ თუ თვლით ასე და დღეს რატომ არის განსაკუთრებულად სასურველები კოლორიტები აბარა განეშნო რა საქმე ეს გენეტიკურად ზის ქართველში კი მაგრამ რამდენადაც ნაკლებად ესმის ადამიანს უკვე მივიწყებას ეძლევა მისი ფსიქოლოგიიდან გონებიდან გამომდინარე და მე იცი რა უცბად რომ ვიღაცისგან გაიგებს ამას ხო რაღაცა ფანტასტიკური რაღაცა აღფრთოვანება რჩება და რაღაცა და აი უკვე მისდევს იმას რომ აი ეს მინდა მოვისმინო ეს მე ამას რატომღაც აი ესე ვთვლი მე თვითონაც მასე ვიყავი თუ კი რამე ახალი ისეთი ძველიდან ახლად ჩამსმენია და გაგიჟებული ვიყავი ყოველთვის რომ ეს რა მოვისმინე და რა ბედნიერი ვარ ამას ბრუნდება ყველაფერი ხო და დავამატებ ამას რომ იცი რა ყველა აბსოლუტურად ვინც რო გადიან ხოლმე მადლობა იცი რა დაგვაბრუნეთ ხო ძველ ნოსტალგია დიდი მადლობა რომ დაგვაბრუნეთ ძველ თბილისში ეს არის ჩვენი რა ვიცი ფიშკა ქვია თუ რა აი ზუსტად ამას ამიტომ მათეს კითხვა რომ ძველი თბილისური კოლორიტები ვის მიიჩნევდით და დღეს თუ არიან კიდე აი დღეს ვინ არიან შეიძლება ის ძველები არ იყვნენ მაგრამ ახალგაზრდა იყოს რაღაც ახალი თაობა მაგრამ აი ეს თბილისური გქონდეს იცი რა ხა ძველებიდან
კოლორიტების მეტი რა გვყავდა. რა. თუნდაც მარინა და კიკა. თუნდაც მარინა და კიკო. კიკა ეს იყო? ხო, ორივე პლეხანოველები არის ხო? პლეხანოველები და რა ვიცი, რა გითხარ. ნუ ეხა იმის იქით რა ვიცი, მოამარავი ახო იყო, ვახტანგ ჭყოიძე იყო არაჩვეულებრივი და თითქმის არის ყველა მსახიობები ისეთი დოდო აბაშიძე რა ვიცი ეროსი მანჯგალაძე ნუ რა ვიცი ესენი თან იმის გარდა მუმბერაზი ხო რა მსახიობები იყო თვითონ მსახიობი არ ყოფილიყო მაგრამ ძველი თბილისი ხო კოლორები მაგასი თემიკო ჩირგაძე წერან ვახსენებ ფანტასტიკური მე ვფიქრობ რომ ამაზე დიდი კოლორიტი სამაგალითო ათო შარვაძე იგივე ხო თავისი არ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რომ აი ახლა რა ჩვენ ჩამოვთვალეთ ხო კოლორიტები და ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი დუეტი კოლორიტი და აი იქ აბრუნებს ადამიანებს ხო ან ახალგაზრდათაობას უბრალოდ აჩვენებს რომ ნახე რა იყო ძველი თბილისი და ნამდვილი ქართული სუფრა ჩვენ კი მეც გიტყვი ერთ რამეს ძალიან ბევრი ახალგაზრდაა რომელიც მართლა დიდი იმედის მომცემია რომ აი ამ ჟანრზე გაგრძელდება ხო გააგრძელებენ ეხლა დღეს მაგალითად მე შემიძლია ვთქვა ნიკუშა ცერცვაძე სასწაული ცეცე სიყვარული ზღაპარი შვილო როგორი ნიჭი და თუნა მაღრაძე სასწაული აი ეს ბიჭები ყველა თქვენ შემოგევლეთ დიდი მადლობა რომ ხართ შვილო აი როგორ მივეფერო არ ვიცი და იცით აი ძალიან ბევრი ახალგაზრდა ონისეს გვარი არ ვიცი ონისე მაგათ ის არის არაჩვეულებრივი დამავის და ეხა ისიც არაჩვეულებრივი ძალიან კაი თაობა მოდის აი მართლა კარგი თაობა მოდის და მიხარია კოლორიტი თვითონ ბევრი რომ ვისაუბროთ ყველას ალბათ თავისებური ახსნა აქვს მაინც რას უნდა რას ნიშნავს კი აი როგორი უნდა იყოს კოლორიტი რა თვისებები უნდა კონდეს კოლორიტს გარდა იმისა რომ ქალაქში უნდა იცნობდნენ მას აღ არის ხო თავისი უნდა კონდეს თქვი გული ბზანეთ რა თქმა უნდა თავისი ხაზი უნდა კონდეს თავისი რაღაცა უნდა თავისი ხასიათი და თავისი შემოქმედებითი ხაზი მე არ მიყვარს როცა ვინმე ბაძავს კი ბატონო თავისი უნდა თელი ცხოვრება ჩემ მოსწავლეებს არავითარ შემთხვევაში არ გავამეორებინებდი იმ ვარიანტს რომელსაც მღეროდა არაჩვეულებრივი მომღერალი ის არის ერთი შენ ხარ მეორე რომელმაც უნდა იმღერო შენით უნდა გამოაჩინო შენით всё იცი რა შემიძლია კითხო ნახე გულიკო რასაკეთებ და მე ვიტყვი აი ახლა მოდი ცოტა შიდა სამზარეულოში შევიდეთ რა ხდება თქვენ შორის რომელი მართლა ესე იჩაგრებით ქალბატონო გულიკო თუ როგორი ჩაგრება აბა ახლა მოყევით რა ხდება დაჭერილი ვარ ხმა ამ ხმაზე ვიტიშები რეპეტიციას ვერაფრით ვერ ვაკეთებ ამ ხმას ვერა არ გამოვდის თავი მოიგლა 7 წელიწადი ვერაფრით ვერ გააკეთე ვერა დაჩაგრული ხო ნუ ეხლა მე ყოველთვის ვისახი რომ ჩვენ ორში ნუ რაზეა ლაპარაკი ისეთი ბალანსი გვაქვს ისეთი ისა გვაქვს რომ აი ამდენი წელია მეგობრობთ ერთი ზედმეტი ხმამაღალი, სერიოზული, არაფერი არ. ეხა რაღაცეები და ნუ რა თქმა უნდა სულ ვიზახი რომ მე ვარ ცოტა ხო და დაპირებული ვარ. ერთ დღეს ისე გავლახა. საკუთარი შვილი ვერ იცნობს. მე გაუნები. რა არის? რატო? აი რა უნდა მოხდეს რომ გალახო? არ ვიცი. უცებ შეიძლება ორი კვირა ვერ ვნახო და მე ისე მომენატროს რომ მე გავლახა. მონატრი სიყვარულით სემა კარგი. კი. მაგას ვამჯობინებ ისე გალახოს. სხვადასხვა თქვენი ფანტასტიკური დუეტი, მე ვიცი რომ არაჩვეულებრივი გენიალური საღამოსთვის ემზადება. მე მინდა რომ ამის შესახებ თქვენი ლაპარაკოთ, მაგრამ სანამ თქვენ ამის შესახებ მაყურებელს ეტყვით, მე ეტყვი მათ რომ მარჯანიშვილის თეატრში სასწაულით საღამოგელოდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც გენატრებათ ის თბილისური ურთიერთობები, არა მარტო თბილისური, ქალაქური, აი ყველა არაერთ ქალაქს თავისი კოლორიტები ყოლია და ამ თვისას თბილისში დუეტ კოლორიტებს საუბრობ და მე დიდი ხნის ჩემთვის მქონდა სრული რომ დიახ უნდა გექნათ და რა
საკარგია რომ ამას ხო ჩვენ ესე ვემზადებოდ თან როგორც ვიცი პრეზენტაციას ემთხვევა თქვენი დისკისას დაემთხვა ის რომ მოხდა ძალიან კარგი რაღაცა ალბომი რა თქმა უნდა ყოველთვის გვინდოდა მაგრამ იცით ეხლა რომ ეხლა ჩვენ ისეთი ფინანსებით არ გამოვირჩევით რომ ამისთვის მოგვება თავი ერთი ორჯერ გავაშყერეთ რომ იქნებ სპონსორი მაგრამ ნუ როგორც ხდება და ნუ აი სანო მერაბ სანოძე არაჩვეულებრივი ოქრო ბიჭი იყო ჩვენთან მოსული სტობრები ყავდა და ნუ ეხა ხო გიდა აი როგორ ხმამაღლა გამოაცხადა რომ მე ვიღებ თავზე თქვენ იმას და მე გაგიკეთებთ ალბომსო და შეასრულა კიდევაც აი ხა ვართ ჩაწერის და გამზადების პროცესი. ანუ სანო სტუდიაში სანო სტუდიაში დიდი მადლობა. რამდენი სიმღერა არის ბარემესაც? ბევრი, იმიტომ რომ 2 დისკიას ვაკეთებ. ანუ ჩვენ არც ქონამ ახლა მე როგორ შეიძლება რომ და სანამ თქვა თქვენ ისე კარგად ღირთ ეს რო არ დარჩესო, ამიტომ უნდა იყოს ბევრი 2 დისკიანი იქნება. მესამე და კონცერტი 2 დისკიანი და გვინდა ეს ანუ ალბომის პრეზენტაცია დავამთხვიოთ. ანუ ფაქტობრივად კონცერტი გვინდა იმისთვის რომ ალბომის პრეზენტაცია და თან ჩვენი ისიც იქნება და სავარაუდოდ მაისის ბოლოს ვქეკ. ნუ მე უკვე ზუსტად დავაანონსებთ და ვიტყვი. ჩვენთან მოხვალთ და აქ დავა. თქვენ რო თავისთავად შეასრულებთ თქვენი რეპერტუარიდან ეს ცალსახაა, მაგრამ მეგობრებიც მიიღებენ მონაწილეობას. კოლორიტებიც მათ შორის იგივე ცეცე იგივე მაღრაზი როგორც ვახსენეთ ხო? ცეცე მაღაზე გიგლა კორკოტა თამ კოტეტიშვილი თამრიკო თავის ანუ ხო ხდებით ისეთი იქნება რომ რა კიდე ბევრი მეგობრები ხა ჯერჯერობით ამწოტას ვერ ჩამოვთუნე იმიტომ რომ არ ვიცი ზუსტად საოცარი საღამო იქნება წარმოუდგენელი ამ საღამოსთვის კიდევ რაღაცები არის საჭირო როგორც მე ვიცი და ამიტომ ჩვენ ამ ქალბატონებისთვის ყველა უნდა ვთხოვოთ რომ გვერდჩინო დაუდგეთ ჩვენ კოლორიტ დუეტს მოკლედ და ეს საღამო იყოს ბრწყინვალე ხარისხში სპონსორის კი ბატონო მომზადით გელით როიალ ახსნილები ესე იგი დუეტი კოლორიტი და კურიოზი გამორიცხული არ იყოს კურიოზების მეტი გულიკო და კურიოზი რატო ბედავ ამას იმიტომ არ ვიცი რამდენი წელია რაც მოვდივარ და მე ვარ ბედნიერი რომ მე მოსმენელი მყავს ჩემთან ოჯახში და ეს ყველაფერი მაგრამ დამეთანხმები ხო თამრიკო გულიკო და აბარა აი მოდი ახლა ის რაც აუცილებელი ტექსტის დავიწყება საწოდავი თვალებით ერთმანეთს რო უყურებენ ადამიანები ეს თეატრია ცხდება ხო და ახლა რა ეტაპზე ხარ თუ ტექსტი გაიგია იგივე ეტაპზე გუში გავაკეთე ეგეთი ერთი რაღაცა გარდა იმისა მე რასაც ვაკეთებ ხო რაღაცა საშინელებ ველოდები ამის რეაქციას იმიტომ რომ ეს ხომ შვიდად უკრავს არ ელოდება იმ რაღაცა აი ესე ხო და ეს ხო შეხტება ხო გამოვხ არა თუ გამხედე ხო კაი თუ არა და თვალს მიკეთებს ის და ნუ იქ რაღაც საშინელება თვალს როგორ აკეთებ კამერა კარგად არა ქენი რა ამას მაფუჭებს რატო გამაბრაზე ხო მაგრამ სიტუაცია და როგორ ძვრებით ხოლმე აი სულ საინტერესოა სცენაზე მაგათებ საფრთხეს ხო ეს ემართება რაღაც ბოლო წამში თითქოს გამოანათებს ან პარტნიორი ან თვითონ გააქცენდება თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ეხლა თავიდან რა იყო იცი რომ ემართებოდა ვჩერდებოდით რა ვიბნეოდით ეხლა აღარ ვიბნები და ნუ ეთყობა ნიჭი მაქვს ნიჭი ისე სიტყვებს ჩავსვამ ხოლმე ამას რიტმში ახსენდება და იქიდან იღებს ყველა სიტყვას ისეთ რაღაცას ჩავსვამ ხოლმე რომ მე თვითონ მიკრის ხოლმე ისეთი სიტყვები ამას რა ემართება ხო გაცა მე რა უკვე ესე ვარ გამკი აი ხშირ რა ხდება ხოლმე იცი ვიცინით ნუ რა თქმა უნდა სცენელები ხდებიან იმიტომ რომ ბჟირე მაგრამ ვიკავებთ და ამას სინაზე სწორ მაგრამ მოხდა რამდენი შემთხვევა ვერ გავჩერდი მუსიკა დავიწყე და ამან ისე გახსოვთ ის სცენაროა ერთი პიანისტი როა და მომღერალი რო ანალოგია მე მგონი სტენდი პირველი მაგიტომ ჩამიყენეს აფკიშტი იცი რაღაცა არჩით როგორ შემეშინდა მე მეგონა რივოკით დავიწყე მე თვითონ არ ველოდებოდი ისეთი ხმა გამოვიდა გულიკო ზუსტად ის სცენარო რო ახლა ანდრო სიცილი თუ აგძელებ არა გვეცინი ესე ვღერე ვარ მაგრამ 1-2 და 3 დაგვემართა ისეთი რომ ვაფშე გავანდებეთ და არა კი ჩავშერდით ისა თქვენთან სახლებიერი ეხო ასტრიანი ვარ და დამემართება ხოლმე მე პაიმანი ვერაზე რომელ გაგზელებაზეა ლაპარაკი
ხო კი და ბოდიში მოვიხადეთ, მაგრამ იცი რა ამ დროს ისე ხდება ხოლმე გადამცემია რა, ისინი ვერ გებულობენ, მაგრამ ისინი ბჟირდებიან ხოლმე და დიდი ტაში გადასარევი იყო. არა, იქ საერთოდ სიმღერის მიღმაც ალბათ ფენომენალურია მათი ფილოსოფიური სერიოზულობით. კი, სტუმარიც ჯერ ნამდვილად ამათ გამოდადიან. კი, გუშინ ესეთი აკადემიური ის ქონდა, რა ქვია, ხო, მოსულები იყვნენ, რაღაც ფაქტიურად 4 მაგიდამ გამოაცხადა თქვენი გულისთვის ვართ მოსული. ნუ იყვნენ კი მანდილოსნები, გოგოები რაღაცები, გვიან მოვიდა ერთი მაგი და ნუ არ ვიცი, ყველაზე დიდი ასაკი ალბათ 24 წელი იქნებოდა, 25, 10 კი რა, აბა. ხო, იცი რომ გავხედე. 20-22. ხო, რა, მეთქე ხა ნეტაი წყნარად დამთავრდეს. ხო, იმას ფიქრობ, ყველაფერი წყნარად. დედა ბავშვები ხო მოვიდნენ და ხო აღმოჩნდნენ ჩვენი ფანები და ხო ნუ აი თქვენი და როგორ მხერია ბოლოში უკვე როგორ იმღერეს ჩვენთან ერთად რა გულია ამოიღეს და იცი რა ძალიან ბედნიერები ვართ მე და გულიკო შევძელით ბავშვებთან ახალგაზრდებთან მივიტანეთ აი ეს მესიჯი და სიმღერის სიყვარული რაც თავარია ეს ბავშვები კიდე გალობენ ხო საგალობლებს მღერიან და მღერიან ფოლკლორს ხალხურს ხო ხალხურს დიდება უფალო შესახებ მადლობთ უფალო რომ ეს არის ახალგაზრდებში დაბრიგა კი ბრავო მართლა ბრავო თქვენ შემთხვევა რომ სიმღერა რომელიც არ გიყვარდა აი ვერ მოისმენი როგორც ქვია და არ მღერივარ აი უნდა იმღერო არ დაიჯერო არ ვღერი ამღერი ხო და ისეთ სიტუაციის განსან მუხტად თუ გქონიათ მე დავუკრავ ხოლმე პიანინოზე და ნარჩენს არ მღერივართ იმან იმღეროს ვისაც უნდა ხო და თუ არ გიყვარს ცუდა დაუკრავ ესე იგი არა კარგად დაუკრავ იცი არ ვღერივარ იმიტომ რომ არ გამომივა კარგად არ ვაზრია ისე გულიანად როგორც ხდება კი ბატონო არ ზის ჩემთან რაც არის თქვენი ხიბლი ისე არ გამოვა მაშინ იცი რა ანდრე მე ვფიქრობ რომ აი ახლა კიდევ ერთხელ უნდა დავტყვეთ ეხლა იმ სიმღერებენ რაც მათ გულში ზის და რაც ჩვენ გულში ზის და თქვენ მე კიდე მაყურებელს შევახსენებ რომ მაისის ბოლოს სასწაულის საღამო გველოდება ჩვენ დუეტი კოლორიტისგან და არ ვიცი რა გისურვოთ ქალბატონებო გარდა სიცოცხლისა სიმღერისა დიდხანს ყოფნისა და რა ვიცი დიდხანს იყავით ჩვენ სამაგალითოდ მომავალი თაობისთვის აუცილებლად რომ ჩვენ ვიცოდეთ რას ნიშნავს ქალაქური ურთიერთობები უი მე გამარჯობა მეთქი მე დავეხმარები მეთქი ესეც სამართლეს მე ამას სარაკი დუეტი კოლორიტი მოკლედ შემდეგ რეკლამაზე გავალთ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით რა ნატუკა ძალიან კარგი სტუმრებით კი გთხოვთ გისმენთ მინდორ თელი ქართელი შევაჯერე ბრინველი ვიჩესკენ მოხევანი ავასა ვერეგიბობე სიღავარული შემაჩვენე და მიღამადა შენი თვალის თრიალასა გამახარე მხოლოდ ერთხელ გამახარე აგაროზე შენი დარდი დამქონდეს როცა მოგოდე გუზე ცერემალი დამახარე იქამ შენი მარაგალიტი მამკობდე იქამ შენა მასიყავარულა მაგამამაზარა შენთვის გდარი შენთვის ღამენათები ჩემო კარგო თუ ამა ქვეყანა და რა მაწვალო იქამ შენი მინათება და სანათელი როცა მოგოდე გულზე ცერემელი დამახარე იქამ შენი მარაგალიტი მამკობდე გამახარე მხოლოდ ერთხელ გამახარე ავაგაროზად შენი დარდი დამქონდეს როცა მოგოდე გულზე ცერემელი დამახარე იქამ
შენი მარაგალიტი მამკობდეს იქ ამ შენი